საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ტვირთბრუნვა იზრდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით პირველ 6 თვეში საქართველოს აეროპორტებიდან 21,500 ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გადამზიდი კომპანიების ნაწილის განმარტებით ზრდის ძირითადი მამოძრავებელი არა ადგილობრივი მოხმარება, არამედ ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი ტრანზიტული ნაკადი და ტემუს ეფექტია, რომელსაც ევროკავშირის ახალი რეგულაციების გამო შესაძლოა მალე კლებაც მოხდეს. პარალელურად დასტაბილურებულია გადაზიდვების ტარიფები. სექტორი გამოწვევებს შორის ლოგისტიკური სატერმინალო ინფრასტრუქტურის შეზღუდულ რესურსს ასახელებს. რა ვითარებაა საჰაერო გადაზიდვების ბაზარზე და როგორია მოლოდინი? უფრო მეტ დეტალს გვეტყვის ეკა გაზდელიანი, რომელიც გვერდდება მეკაგისმით. მოგესალმები ნინო. გადამზიდავი კომპანიების განმარტებით ტვირთების საჰაერო მარშრუტებზე გადანაცვლება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორისაა გეოპოლიტიკური ვითარება, რადგან წლის განმავლობაში სახმელეთო და საზღვაო მარშრუტების ნაწილი რისკიანი ან გამოსაყენებლად შეუძლებელი გახდა. კიდევ ერთი მიმართულება ელექტრონული კომერციის და ონლაინ ვაჭრობის ინტენსივობის ზრდაა და ასევე ადგილობრივი ავიაპარკის განვითარება. დღეისთვის საქართველოში 14 სატვირთო ავიახომალდია რეგისტრირებული, საიდანაც 4 Amex Airlines-ის საკუთრებაშია, რაც კომპანიის შეფასებით ქართულ გადამზიდავებს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტ უნარიანს ხდის. ექსპრეს გადაზიდვებშიც შეინიშნება გარკვეული ზრდა, რომელიც უფრო ძლიერ ტვირთების კატეგორიას განეკუთვნება. ამ ნაწილში ძირითადად ელექტრონული კომერციის ტვირთები, განსაკუთრებით კი Amazon-ის პლატფორმიდან გამოწვენილი გზავნილებია გაზრდილი, რადგან დარგი თვისობრივად სხვა დონეზე გადავიდა, როგორც დარგში განმარტავენ, რასაც ტრანსპორტირების საშუალებების გამარტივება და სერვისის სისწრაფე დაემატა. ელექტრონული ვაჭრობა არის მნიშვნელოვნად მეტად სხვა დონეზე გადასული და ჩვენ რადგანაც ტრანსპორტირების საშუალებები ძალიან გამარტივებული გვაქვს, უსწრაფესად ხდება გზავნილების გადაადგილება. შესაბამისად, მოთხოვნაც გაზრდილია, როდესაც მომხმარებელი სერვისით არის კმაყოფილი და ღებულობს პროფესიონალურ მომსახურებას უმოკლეს დროში. ძირითადად მიმართულებასაც შეეხება როგორც კომერციული ტვირთები, ასევე კერძო პირების მიერ შეკვეთილი ტვირთების ზრდა ფიქსირდება. ძალიან ბევრი სახმელეთო და საზღვაო მარშრუტი დღეს საკმაოდ რისკიანი, საერთოდ შეუძლებელი გახდა მათი გამოყენება. აქტიურად გადაინაცვლა ტვირთებმა საჰაერო მარშრუტებზე. სპასეთის ყურის კრიზისიდან გამომდინარე და საწვავებზე ფასის ზრდამ, რა თქმა უნდა, ავიაციო გადაზიდვების ფასიც გაზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ საერთაშორისო მარშრუტებზე ქართული ხომალდების რიცხვი მატულობს, რომელიც ოპერირებენ ამ საერთაშორისო მარშრუტებზე, რა თქმა უნდა, ტრანზიტული რაოდენობა ცირდება. საჰაერო გადაზიდვების ბაზარზე ოფიციალურად დაფიქსირებული 30%-იანი ზრდა შესაძლოა იმაზე ნაკლებად დაისახებოდეს ადგილობრივ ეკონომიკაზე, ვიდრე ეს ციფრებიდან ჩანს. მაგალითად, ლოგისტიკური კომპანია Skylog-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ზუმბაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ზრდის ძირითადი მამოძრავებელი არა ადგილობრივი მოხმარება, არამედ ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი ტრანზიტული ნაკადები და ტემუს ეფექტია, რომელსაც ევროკავშირის ახალი რეგულაციების გამო მალე შესაძლოა ისევ კლება მოყვეს. ხოლო სატრანზიტო ტვირთების შემთხვევაში სატვირთო თვითმფრინავების უდიდესი ნაწილი საქართველოში მხოლოდ ტექნიკური მიზეზით რეისის ნომრის შესასვლელად და საწვავის შესავსებად ჯდება, რაც სტატისტიკაში ტვირთბრუნვის ზრდა დაისახება, თუმცა ამ შემთხვევაში ქვეყანაში ეკონომიკური სარგებელი არ რჩება. ასეთი ტვირთების დამუშავებას და დამატებით მომსახურებას უმეტეს შემთხვევაში ეს ტვირთები არ საჭიროებს, შესაბამისად ეს ეკონომიკურ ზრდაზეც არ აისახება. ჩემი აზრით, თუ კი მატება იყო, ეს მხოლოდ და მხოლოდ დაკავშირებული იქნებოდა იმ რეისების რაოდენობის გაზრდასთან, რომლებიც ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ გადაზიდვას ახორციელებს. ამ თვითმფრინავების ალბათ უდიდესი ნაწილი, შეიძლება 80%, ყველა ის, რომელიც რეისს არ ასრულებს ჰონკონგიდან, ჯდება საქართველოში რეისის ნომრის შესაცვლელად. ეს ჩინეთის რეგულაციებიდან გამომდინარეა. და როდესაც ჯდებიან, ეს თვითი ფიქსირდება, რომ საქართველოში ავიაგადაზიდვებმა მოიმატა. კი, მოიმატა, იმიტომ რომ ეს უფრო მეტი რეისი გამოფრინდა და უფრო მეტი გაფრინდა ევროპაში. მაგრამ თუ ჩვენ ახლა შევხედავთ იმ ჯერში საქართველოში მოიმატა თუ არა ჰაერის ტვირთის ტრანსპორტირება, მე ძალიან ეჩვმეპარება, რომ ეს იყოს საქართველოს ბაზრის ხარჯზე გაზრდილი. ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელზეც დარგის წარმომადგენლები საუბრობენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეზღუდული სატერმინალო რესურსია. პიკურ პერიოდებში სამივე მოქმედი სატვირთო ტერმინალი სრულად გადატვირთულია, რაც ტვირთების დამუშავებას 4-5 დღით, ზოგჯერ კი 1 კვირითაც აფერხებს. უფრო ცუდად ამ საკითხზე 19 საათიან გამოშვებაში კი ამბობთ.
მადლობა ეკა, საჰაერო გადაზიდვების სფეროში არსებული ვითარება ეკა გაზდელიანმა გაგაცნო.